საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო, რომელთა შორის უპირველესი დასაქმების საკითხი იყო. ადგილობრივთა თქმით, უმუშევრობა სწორედ ის პრობლემაა, რომლის გამოც ახალგაზრდები ხეობას ტოვებენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბარი ხეობაში რამოდენიმე დღის წინათ მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მოსახლეობის განცხადებით ინციდენტს არანაირი ეთნიკური საფუძველი არ ჰქონია პრეზიდენტის მრჩეველმა დუიში ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები მოინახულა და ადგილობრივ მეჩეთში ხეობის იმამს ომარ ალდამოვსაც შეხვდა. მე დღეს შევხვდი უხუცესთა საბჭოს პანკის ხეობაში, ასევე ხეობის იმამს, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენ ვისაუბრეთ მათ პრობლემებზე. ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, ახალგაზრდები არ არიან დასაქმებულები, ასევე ხეობაში არ არის არაფერი, სადაც რითიც ახალგაზრდები თავს შეიქცევენ, არ არის სპორტული დარბაზი, არ არის არანაირი წრეები. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუისის სკოლასთან ერთად ვითანამშრომლებთ მომავალშიც და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაღაცა პროექტებით განახორციელოთ ერთობლივი იმისათვის, რომ ახალგაზრდები დავაკავოთ სწორად სხვადასხვა სფეროში.